ვხატავთ, ძერწავთ, გვაქვს სიმღერის გაკვეთილები, გვაქვს ასევე ფიზკულტურის გაკვეთილები, გარეთ გავდივართ და ვთამაშობთ. ბავშვებს შევქმნით თბილი გარემო, რომ მოდიან წასვლა აღარ უნდათ და ამიტომ ვხვდებით უკვე, რომ მათთვის სასიამოვნო გარემოა და როგორც სახლში გრძნობენ თავს კომფორტულად, ისე გრძნობენ აქ. ასევე ყავს აზერბაიჯანელი ბავშვებიც. აზერბაიჯანელ ბავშვებთან გვეხმარება აზერბაიჯანელი სპეციალისტი, თუმცა ჩვენც ავითვისეთ აზერბაიჯანული ენა და ჩვენც ვახერხებთ მათთან კომუნიკაციას. არიან 6 საათით. მაგრამ ასევე გვაქვს ჯგუფური გაკვეთილებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ასევე ყავს ლოგოპედი და 1 საათი დღეში, ვისაც მეტყველება უჭირს, მას ლოგოპედი უტარებს დღეში 1 საათს გაკვეთილს, 45 წუთი. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 1995 წელს და გახლავთ პირველი მშობელთა გაერთიანება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს. და იმის მერე მუდმივად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებისთვის გავხსნათ საზოგადოების კარები, ხელი შეუწყოთ მათ სოციალურ ინტეგრაციას და საზოგადოებაში მიმღებლობის გაზრდას. ფართის გარემონტება და აღჭურვა მოხდა სენის პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო ეს ფაქტი, ვინაიდან დონორების დახმარება საერთოდ სოციალური სფეროს განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც პროგრამული და სისტემური თვალსაზრისით, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ყველა ტიპის ბავშვია მიიღოს მომსახურება, რომელსაც აქვს სტატუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არის 6-დან 18 წლამდე. თუ აი წეგან იყო სხვადასხვა კითხვა, რომ სმენის დამხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები ამ ეტაპზე არ ყავს, თუმცა ესეთი ბავშვი თუ იქნა აუცილებლად ვუზრუნველყოფთ, რომ იყოს ორიენტაცია მობილობის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ეს ადამიანები და ყველა მიგრძნო სივრცე იყოს ყველასათვის.